მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული თურქეთის 14 მოქალაქე დააკავეს. საქართველოში საპოლიციო მოქმედებები თურქ კოლეგებთან ერთად განახორციელეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. დაკავებულთა მიმართ მიმდინარეობს ამ წუთებში კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი ექსტრადიციისთვის. ხატია ჯამალაშვილი გვერდება ამ თემით ახლა პირდაპირ ეთერში. ხატია გისმენთ. ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებული არის თურქეთის 14 მოქალაქე, საიდანაც 11 პირის მიმართ ბოლო 5 წლის განმავლობაში წითელი ცირკულარი ძებნა მიმდინარეობდა. რაც შეეხება სამ პირს, აღნიშნულ სამ პირს ეროვნულ დონეზე სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებოდა, თუმცა მათ გამოძიებას თავი აარიდეს და საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს, როგორც ირკვევა დაკავებულ პირთან ნაწილმა საქართველოს ტერიტორია ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მათზე წითელი ცირკულარი ძებნა დაიწყებოდა, ნაწილმა მათგანმა კი საქართველოს საზღვარი კანონდარღვევით გადმოკვეთა. შესაბამისად მათ მიმართ ახლა შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, აღნიშნული პირები მხილებულები არიან ისეთ მძიმე დანაშაულებში, როგორიც არის მკვლელობა, ნარკოტიკების დამზადება, რეალიზება, შენახვა, ასევე ყაჩაღობა, ქურდობა, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედება და დანაშაულისთვის თავის არიდება. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, სულ 26 ეპიზოდზე არის საუბარი და აღნიშნული პირები ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან. კანონით დადგენილ ვადებში კი საექსტრადაციო პროცედურები დაიწყება. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება ქართველი და თურქი სამართალდამცველების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თურქმა კოლეგებმა ქართულ სამართალდამცველებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. დაკავებულთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში ბრალდებული პირები. მათ შორის ნარკოტიკული და ფსიქოტროპიული ნივთიერებების წარმოების, რეალიზაციის, შეძენისა და ფლობის, ქურდობის, სხეულის განზრახ დაზიანების, მუქარის, ცეცხლსროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარების, სხვისი ქონების დაზიანების, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის, სასჯელის მოხდისგან თავის არიდების, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის, მკვლელობისა და თაღლითობის 26 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები. დაკავებულთა მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი თურქეთის რესპუბლიკის მართლმსაჯულებისთვის გადაცემა. აღნიშნული პირების ადგილსამყოფელის დადგენასა და დაკავებას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ბიურო, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები, ასევე საქართველოში აკრედიტებული თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები. აქვე გსურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადოთ ჩვენს თურქ კოლეგებს, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან. საქართველოსა და თურქეთს შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას ეფექტიანად ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და ერთად მივახციოთ კონკრეტულ შედეგებს. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს, ორმხრივი კეთილინებით გრძელდება და ეს თანამშრომლობა ორივე ქვეყნის მოქალაქეების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას უწყობს ხელს. როგორც გახსოვთ, 2025 წლის აგვისტოში ჩატარებული ანალოგიური ოპერაციის მსგავს ოპერაციაში თბილისსა და ბათუმში ჩვენი ქვეყნის მიერ ძებნილი 14 პირი იქნა დაკავებული. ჩვენი მეზობელი და მეგობარი საქართველოს პოლიციის დანაყოფებთან ერთად ახალი ოპერაცია ჩავატარეთ, რაც ამ თანამშრომლობის გაგრძელებას და გაძლიერებას წარმოადგენს. დაკავებული პირების ჩვენი ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების წინაშე წარდგენა უზრუნველყოფს, რომ ისინი თურქეთში ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელს მოიხდიან და ამავდროულად ხელს შეუშლის მათ საქართველოში რაიმე დანაშაულის ჩადენაში, რითაც ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის სიმშვიდეს. თურქეთის პოლიცია გააგრძელებს საქართველოს პოლიციის მხარდაჭერას მთელი თავისი ოპერატიული გამოცდილებით. ჩვენი პატივცემული შინაგან საქმეთა მინისტრი მუსტაფა ჯიბჩი პირადად ხელმძღვანელობს ამ ოპერაციას. მან მადლიერება გამოხატა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს და საქართველოს პოლიციის მიმართ და იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. იმედი მაქვს, რომ შემდეგშიც ერთობლივი ძალისხმევით კვლავ ერთად ვიმუშავებთ და კიდევ ერთხელ გამოხატავ ჩემს პატივისცემას ყველას მიმართ. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველმა და თურქმა სამართალდამცველებმა ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ჩაატარეს მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება, რომლის შედეგადაც დააკავეს საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირები. ასეთი ფაქტი გასულ წელსაც მოხდა აგვისტოს თვეში, ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა 14 პირი დააკავეს. მადლობა ხატია ჯამალაშვილი იყო პირდაპირ ეთერში.